$5,000-დან $100,000-მდე VDCA სტრატეგიით. მეგობრებო, ამ ვიდეოში განვიხილავთ თუ როგორ გავაკეთოთ $5,000-დან $100,000. ამას გავაკეთებ ყველაფერს ლაივში და განახებთ რატო ვიღებ იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ვიღებ და რა გეგმა მაქვს მე იმისთვის, რომ გავაკეთო $5,000-დან $100,000. ეს რა თქმა უნდა იქნება VDCA სტრატეგიით. ვინც არ იცის DCA რას ნიშნავს dollar cost average. Dollar cost average ნიშნავს იმას, რომ შენ ყოველთვიურად განსაზღვრული კონკრეტული თანხით ყიდულობ კონკრეტულ ასეთს. მაგალითად, თუ შენ ინვესტიციას აკეთებ კრიპტოში, მაგალითად ბიტკოინში, შეგიძლია ყოველთვიურად $100 ბიტკოინი იყიდო წლების განმავლობაში და გრძელვადიან პერსპექტივაზე მას აქვს ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, მუხტი, ძალიან დიდი ფული შეგიძლია გააკეთო, ძალიან დიდი რენდემენტი და ასე შემდეგ. ეს რაც შეეხება DCA-ს და წინ დავუმატე V რა არის, V არის რა თქმა უნდა ვაჭარი, მე ვარ ვაჭარი, ჩემთვის DCA არის მოსაწყენი მეთქი ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არის რაღაცებზე რაც მე ვაკეთებ DCA-ს, მაგრამ მე მინდა რა თქმა უნდა როგორც სპეკულანტს, მინდა რომ უფრო სწრაფად გავაკეთო, უფრო მეტი ფული და მინდა რომ outperform ვქნა ბაზარს, ანუ ხო ამბობენ ხოლმე რომ ბაზარზე 90%-ზე მეტი ფულს აგებს, შენ არ შეგიძლია გაასწრო ინდექსებს, bla 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 bla, ვინც ცდილობს, ანუ ამ ყველაფერს ვერ აკეთებს და ასე. ნუ განახებთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი და თქვენც როგორ უნდა გააკეთოთ საშუალო პროცენტულობაზე მეტწილად, მაგალითად რომ ავიღოთ S&P-ზე თუ ვიდან 10%-ამდე ან სხვა ETF-ებზე მაგალითად პროცენტულობა, როგორ უნდა გააკეთო შენ მეტი, რასაც ამ სტრატეგიით განახებთ და იმასაც განახებთ, რომ ანუ ახლა ვინც ისმენ შეიძლება თქვას რომ თუ S&P-ს კიდე გაასწრო და ETF-ებს ბიტკოინი იყიდე და 50%-ს გააკეთებ წელიწადში, ეს არ არის ინვესტიცია, ეს არის უბრალოდ რისკებზე წასვლა. მე ახლა ესეთ სტრატეგიას განხებთ, რასაც რაღაცები, რაც მასში არის, მე ჩემთვის თვითონ ახალია, მაგრამ ყველაფერს გამოვცდი, იმიტომ რომ მოთხოვნა არის თქვენგან. მაგალითად, ძალიან ბევრი მეკითხება ბოტებზე, copy trading-ზე, რასაც მე მეუბნები, რომ ეს ესეთი ადვილი არ არის. მე ვიცი რა არის იმისთვის საჭირო, რომ შენ გახდე მომგებიანი ტრეიდერი, რამ ხელგამოცდილების მიღება საჭირო და ყველა მივიცით ის, რომ 90% არის 10%-ის liquidity, ანუ 10% აკეთებს უფრო ნაკლებია, უფრო ნაკლები 10%-ზე, ბაზარზე ვინც აკეთებს ფულს და იმ 10%-ის liquidity არის ეს 90%, ხო? მაგრამ თუ გამოვა ესეთი ბოტები და copy trading-ში იქნება ესეთი რამე, რომ ანუ ყველამ ფული გააკეთოს, მაშინ ის 10% ვეღარ გააკეთებს ფულს, ხო და ბაზარიც ვეღარ იტრიალებს. 10%-იც რომ არ იყოს, ანუ ბაზარი მაინც ვეღარ იტრიალებს. ხო, ანუ მე ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს ტრეიდინგი. მე ზუსტად ის საფხურები მაქვს გავლილი, რაც აუცილებელია რომ ტრეიდერმა გაიაროს და ეს არის ძალიან ბევრი და ძალიან დიდი შეცდომების დაშვება, ესეთი შეცდომების დაშვება, რომ ხან-ახან ადამიანს წირილი გინდა, იმიტომ რომ მიდიხარ მუშაობ, ტრეიდინგში შედეგაკ ფული და ერთ დღეში ქრება. იმიტომ რომ არ იცი რას აკეთებ. ხო, ანუ თავიდან და როცა ვიყავი დამწყები, ყველაფერი გამოვლილი მაქვს, ძალიან ბევრი აკაუნტი ავაფეთქე, ძალიან ბევრი ცვლილები მაქვს გაკეთებული, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი დამეხმარა იმაში, რომ მეპოვა სწორი გზა, მეპოვა სწორი მენტორები, მე ვაჭრა სწორად და აშენე და ამიტომ მოვედი დღეს აქამდე. მაგრამ რასაც ამ სტრატეგიაში განახებთ, ეს თქვა, ეს არ იქნება hardcore trading-ი არ იქნება. ანუ ამ ყველაფერსაც თან წამოვიღებ, ამ copy trading-ს და ესე ვთქვათ, bot trading-საც, ნუ განახებთ ყველაფერს, ახლა გადავარჩატებს და ხაზული მაქვს ყველაფერი ლამაზ დაგიხსნათ, თუ რისი გაკეთება მინდა და რა მაქვს იდეაში. მაგრამ copy trading-ი და ესე ვთქვათ, trading bot-ებიც წამოვიღეთ ჩემ იმაში, სტრატეგიაში, საიდანაც შესაძლებელია ფული გააკეთდეს და ამ ფულის რეინვესტიციასაც გავაკეთებ. აქ ამ სტრატეგიაში ტრეიდინგი არ შედის. ანუ რა თქმა უნდა ვიტრეიდებთ, ვივაჭრებთ, მაგრამ არა ისე როგორც მე ვაჭრობ ყოველდღურად, აქ არ იქნება day trading-ი, აქ არ იქნება scalping, ეს არის ინვესტიცია. გავაკეთებთ ინვესტიციებს, მაგრამ გამოვიყენებთ ჩვენ ტრეიდინგ სკილებს, იმიტომ რომ მე ვარ ტრეიდერი და მე გამოვიყენებ რა თქმა უნდა ჩვენ ტრეიდინგ სკილებს, იმისთვის რომ უფრო კარგი შედეგი დავდოთ, ვიდრე ის ვინც დეციას აკეთებს, ანუ whole დეციას აკეთებს. whole დეცია რა თქმა უნდა კარგი არის, ამაშიც მე ვერაფერს ვერ ხედავ. გავაკეთებთ ერთ ისეთ ასეთზე დეციას, რომელსაც მე თვალდახუჭული ვენდობი და მე შემიძლია ვთქვა, რომ
არ მაინტერესებს 10 წლის მერე შევხედავ და ხვალ და 70% მინუსში იყოს მაინც არ ვინერიულებ, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს ნამდვილად ის ასეტია, რომელზეც შემიძლია გრძელვადიან პერსპექტივაზე, ანუ არანაირად არ ვინერიულო, ეს არის რა თქმა უნდა ბიტკოინი, ეს სხვა რამეა, რაც ახლა განვიხილავ და მან გავაკეთებ დეციას. მხოლოდ დეციას, ანუ ამიტომ უფრო არანაირი პრობლემა არ არის მხოლოდ დეციის გაკეთებაში, უბრალოდ ამ ყველაფერს უდგები სხვანაირად. რატომ არის კარგი ეს პროექტი, რაც დავიწყე? პირველ რიგში, რომ ჩემი საიტი და კურსები მალე დამზადდება. აქ რასაც გავაკეთებ, ესე ვთქვათ, ამ ციფრების შეყვანა, გამოყვანა, გაზომვა თუ რამდენი ეროი გაქვს გაკეთებული, რამდენი წაგება, სად დაკარგე ფული, სად გაიზარდა, სად რამდენი პროცენტით გაიზარდა, მაგალითად, დაყოფილი თუ გაქვს კლასება და ყველგან 25% გინდა ინვესტიცია გააკეთოს შენი ტანკის და ერთმა კლასმა გააკეთა მაგალითად დიდი ზრდა და ის უკვე შენი პორტფოლიოს 50% შეადგენს, მაგ შემთხვევაში დერისკი გინდა და ამაგ მოგებებს გამოიტანა, სხვა რაღაცებში გადანაწილო, შენი საფულე ისევ ესე ვთქვათ დაბალანსირო, ხო? და ანუ ამ ყველაფერს ესე დამახსოვრება ჩაწერა, გადაწერა, გადმოწერა, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია. ამის უშენება ის ტულსი, რაც აქ უნდა დამზადებულიყო, მაგრამ Instagram-ზეც დავდო თუ რა პრობლემები იყო, რა პრობლემები შემექნა ქართულ დეველოპერთან და ეხლა მუშაობ ევროპელ დეველოპერთან, ჩემი ძველი მეგობარია, რომელიც მალე დაასრულებს ყველაფერს, იქ იქნება კურსებიც და მე მარტო კურსებით ვერ შემოვიფარგლები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ტულსები იქნება, მოკლედ, არ უნდა ყველაფრის სპოილი გავაკეთო. და ანუ ეს ყველაფერი კარგად ჩდება იმ იმაში, რაც მალე იქნება ჩემს საიტზე და კურსებთან დაკავშირებით. კურსებშიც არის swing trading-ი, სადაც შენ ანუ სადაც გასწავლი აი ამ მეთოდს, რასაც მე ვაკეთებ აქ. swing trading-ში ვასწავლი მაგალითად მოკლედ რო ვთქვათ, ტრეიდინგს, ოღონდ გრძელვადაზე, პოზიცი ტრეიდინგი ქვია ამას. პოზიციებს ვაჭრობ, stop loss-ით გასწავლი, როგორ უნდა ვაჭრო stop loss-ით, ანუ ჩვეულებრივი ტრეიდინგი, რასაც მე ვაკეთებ day trading თო swing trading-ზე გასწავლი და ასევე მაქვს ჩაშენებული, ანუ ერთი ვიდეო მაქვს გაკეთებული კონკრეტულად ინვესტიციებზე, რასაც აქ გამოვიყენებთ ჩვენ, ანუ ის ვიდეო, რასაც მე იქ ხსნი, გამოვიყენებთ აქ ჩვენ ინვესტიციებში, ჩვენ სტრატეგიაში, ანუ ამ $5,000-დან $10,000. არ უნდა გვიგონოს რა თქმა უნდა, რომ $100,000-მდე, არ უნდა გვიგონოს რომ $5,000-დან $100,000-მდე ორ დღეში გადავალთ, არა, რა თქმა უნდა, ეს არის ინვესტიციები, ეს მოითხოვს დროს და ასე შემდეგ. კარგი არის კიდევ ეს რაც დავიწყე იმისთვის, რომ განვიხილავთ ყველა, ანუ რა გადაწყვეტილებებს ვიღებ, რატო ვიღებ ამ გადაწყვეტილებებს, რატო არის სახიფათო, რატო არ არის სახიფათო. ყველაფერი იქნება ჩემი აზრით ძალიან საინტერესო. დავაფიქსირებთ მოგებებს, როგორ ვაფიქსირებთ მოგებებს, რატო შევდივარ ეხლა, რატო არ შევდივარ ეხლა, ანუ ყველაფერს განვიხილავ და ყველაფერი იქნება ლაივში. გადავიდეთ ეხლა და დავიწყოთ იმ $5,000-ით. ისე €5,000 მაქვს ჩადებული. მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ევრო და დოლარშიც ძალიან სასტიკი, ესე ვთქვათ, გაცდენებიც არ არის კურსში, მაგრამ $5,000 ვთქვათ, მაგრამ მე €2,000-მდე მაქვს ჩადებული, 5,000-ზე მაქვს გათვლილი ყველაფერი, მაგრამ it's okay, მე შეგვიძლია გადავაკეთოთ. დოლარი და ევრო შეანარი განსხვავება არ არის და კიდევ მინდა დავამატო, რატო ავიღეს $5,000. მე ვიცი რომ ახლა ძალიან ბევრი დამოკოპირებს, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი გააკეთებს იმას, რასაც მე ვაკეთებ და მეცა გადმოვთოთ ისევ ჩვეულებრივ იმაზე, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი დამოკოპირებს და იმიტომ, ანუ მე ჩემ ტრეიდებს ხოლმე ხშირად ვდებ, Instagram-ზე მოგებებსაც ვდებ, წაგებებსაც ვდებ, ჩემ win rate-საც ვდებ, ანუ ყველაფერს ვდებ, ვარ მაქსიმალურად ტრანსპარენტი, ის ჩვენმა ჩემს გაჩვენებთ, მაგრამ მე არ ვაკეთებ ხოლმე ის, რომ აი ვიღაცას ტრეიდი მივცე, ვიღაცას უთხრა რომ აი აქ შევდივარ, აქ გამოდივარ, ეს რამის არ ვაკეთებ, იმიტომ რომ თუ არ გესმის რას წაკეთებ, ფულს მაინც დაკარგ. მაგალითად, ანუ ხშირად მეუბნებიან, რატო არ ხსნი მაგალითად იმას სიგნალების გრუპს. სიგნალების გრუპზე ადვილი ბიზნესი თუ ფულზე ფიქრობ და ფულის გაკეთება გინდა და ხალხის მოტყუება, არაფერი არ არის. შემომთავაზეს მილიონჯერ ეგეთი რამე. არ შემომთავაზეს მარტო საქართველოს, შემომთავაზეს ბელგიაში და ჰოლანდიაში. მითხრას რომ მე ყავს ამხელა ჯგუფი და შენ უბრალოდ ტრეიდები დადებ. სხვა არაფერი გადაგიხდიან თვიურად $50. აქ იყო ძალიან €50, აქ იყო ძალიან სოლიდურ თანხებზე ლაპარაკი, შემეძლო ძალიან ადვილად გამეკეთებინა ძალიან ბევრი ფული. მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი და აი რო ავიღოთ, ხო, აი თქვათ ტრეიდერიც არ ხარ და ხარ ჩვეულებრივი სქემერი, ხო?
სიგნალების გრუპზე ადვილი გასაკეთებელი რამ არაფერი არ არის. მე შემიძლია ფულის გაკეთება თუ მინდა და ხალხის დასკამო, მე შემიძლია ჩვეულებრივად სხვა სიგნალ გრუპებში შევიდე, გადავეხადო იქ 30-50 დოლარი და გავაკეთო ცალკე ჩემი გრუპა, გადავახტეინო იმათ, რა ვიცი, $20, $30 არ აქვს მნიშვნელობა, ორ კაცი ჩემი ხარჯები უკვე დაფარული არის, დანარჩენი სუფთა მოგება არის და უბრალოდ იმათ სიგნალები დავაკოპირო და მივცე ჩემ ჯგუფში, ხო? ანუ ამაზე ადვილი არაფერი არ არსებობს. ხვალ შეგიძლია გააკეთო, ხო, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, მე მინდა ყველას ვასწავლო ტრეიდინგი, ყველას ვასწავლო ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც მაქვს მე, რატომ მაქვს ესე, რატო ვფიქრობ ეს და ბოლოს ჩამოაყალიბოს თავისი, ესე ვთქვათ, ხედვა, თავისი სტრატეგია დააშენო ამ ყველაფერს კურსებში ვსწავლე, რა თქმა უნდა, ხო ცოტა გადავუხვიე ჩემ თემატიკას, მაგრამ რატო ამბობ ამას, იმიტომ რომ ეხლა რასაც მე ვაკეთებ, ვიცი ბევრი დამაკოპირებს და იმიტომ აქვს დაბალი თანხები არჩეული, იმიტომ აქვს ისეთი მიდგომა, რომ ესე ვთქვათ, ყველას სურვილი დავაკმაყოფილო, იმიტომ რომ და მით უმეტეს წარმომიდგენია, მეც ვიყავი დამწყები და დამწყებები ახლა ვინ ჩემოდიან, რამხელა შეცდომებში შედიან, იმიტომ რომ YouTube-ზე არ არის სწორი ინფორმაცია, შანსი არ არის, რომ YouTube-ზე შენ ისწავლო ტრეიდინგი, აი შანსი არის, გინდ უცხოელებზე ვიყოთ, გინდ ქართველებზე ვიყოთ. დონე არის ძალიან დაბალი და იმიტომ ვიღებ ამ პატარა თანხებს და იმიტომ განახებთ ყველაფერს, აი მაგალითად copy trading-საც და იმასაც რა ქვია. ტრეიდინგ ბოტებსაც, რომ ყველამ დამწყებმას და ვინც უკვე დიდი ხანია ამ სფეროში, ყველამ ნახოს, რა ხდება სინამდვილეში, ხო? copy trading ყველაფერს განახებთ ლაივში, როგორ ვირჩევ copy trading-ის, ანუ ვიღაცას ვისაც მივცემ ფულს, რომ ჩემაგურად ივაჭროს, რომელ ბოტში ჩავდებ ფულს და ასე ყველაფერს განახებთ, რომ ყველაფერმა თქვენ თვითონ ნახოთ, რომ რა არის სინამდვილე, რა არ არის სინამდვილე და რაც შეეხება ამ $5,000 არ არის აუცილებელი შენს $5,000 გქონდეს, შენ შეგიძლია გქონდეს 5,000 ლარი. შეგიძლია ყველაფერი ეს უბრალოდ ლარებში გადაიყვანო, უბრალოდ მე ვიცი რომ ძალიან ბევრი მეყურებს ევროპიდანაც და ამერიკიდანაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წესით მეხმაურება და ესე ვთქვათ, უცხოეთში რა თქმა უნდა უფრო დიდი ხელფასები არის, საქართველოშიც ზოგან არის, ზოგან არა, ну ეს ცალკე თემა არის, მაგრამ 5,000 ლარი მე თვითონ თუ ხარ ესე ვთქვათ წყვილი, ან თუ ცხოვრობ მშობლებთან 5,000 ლარი ჩემი აზრით ძალიან გასაჭირი არ უნდა იყოს და პლუს ამას თვიურადაც იქნება იქ რამესაც დავამატებ ყოველთვიურად. ეს ყველაფერი რო გადაიყვან ლარებში, ან არ არის საჭირო რომ ზუსტად იგივე თანხები გქონდეს, შენ შეგიძლია მეტით გააკეთო, შეგიძლია ნაკლები. იმასაც გეტყვით რომ ერთ-ერთი ნუ დამაკოპირებს თქვენ თვითონაც რაღაცებზე შეეწინააღმდეგეთ ჩემს თუ მე ერთ ასეთში ვაკეთებ ინვესტიციას, რისიც შენ არ გჯერა მეორეში დავამატე მეტი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს თანხები არ ვიღებ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ყველასთვის ხელმისაწვდომია და ესე ვთქვათ, ყველა კომფორტული იქნება ამ თანხებთან, რომ ანუ ზოგისთვის შეიძლება ძალიან ბევრი ფული იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ფული თუ დაკარგეს, რომ ძალიან არ ინერვიულობ. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის, რომ ფული დავკარგოთ და იმიტომ რომ რისკები ისე მაქვს გათვლილი, რომ ძალიან ძნელი იქნება, რომ ფული არ გააკეთო, აი ძალიან ძნელი. გადავედეთ ახლა ჩარტებზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ინვესტიციას ცალ-ცალკე ვიდეოს გადავიღებ, ბიტკოინს როგორ ყიდულობ, ეთერიუმს როგორ ყიდულობ, ორდერებს როგორ ვდებ, სად ყიდულობ, რატო ყიდულობ, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ცალ-ცალკე გავაკეთებ და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაგიმართლა ბიტკოინმა და ეთერიუმმა დროპები გააკეთეს. მე ჩემ წინა ვიდეოში ვთქვი, რომ ბიტკოინმა შეიძლება კიდევ უფრო დიდი დროპი გააკეთოს, მაგრამ ეხლა ვიყიდულობ და არ ველოდები იმ დროპს, ეხლა ვივიწყებ ამ იმას, რა ქვია, ამ სტრატეგიას, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა, როდის დაიწყებ შენ ამას. იმ სტრატეგიას, რომელსაც განახებთ მე და კურსებში ხსნი, შეგიძლია ყოველთვის გამოიყენო. არ აქვს მნიშვნელობა, ბიტკოინი არის ძალიან all-time high-ზე თუ all-time low-ზე. მე პირიქით მინდა რომ all-time high-ზე გამეკეთებინა ეს ყველაფერი, რაც ვაკეთებ, რომ ყველასთვის მენახებინა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როდის იწყებ. თუ შენ გაქვს ცოდნა და განათლება და იცი რაც უნდა გააკეთო იმისთვის რომ შენ დააფიქსრო ბაზარზე მოგება და გააკეთო ფული არ აქვს მნიშვნელობა არის ასეთი all time high-ზე თუ all time low-ზე. რა თქმა უნდა შენ თუ გაქვს 10,000 და 10,000-ზე all time high-ზე დადე, რა თქმა უნდა ფულს დაკარგავ და ანუ იქნები შეიძლება რამოდენიმე წელიც მინუსში, ხო? მაგრამ თუ 10,000 გაქვს და ზუსტად იმ სტრატეგიას გამოიყენებდი all time high-ზეც, რასაც მე ახლა განახებ, შეუძლებელია რომ ფული არ გაგეკეთებინა, იმიტომ რომ ეს სტრატეგია არის მორგებული იმაზე, რომ დაბლობზე ყიდულობ, მაღლა ყიდი და ამ გაყიდულით დაბლობზე ისევ ყიდულობ და იმ თანხით
რომლითაც ხარ შესული, უფრო მეტი კოინები გაქვს. ზოგი იძახის, რომ ანუ მე სატოშებს უყურებ, მე სატოშებს არ უყურებ, მე უყურებ ფულს. ერთადერთი კიდევ რაც უნდა გავითვალისწინოთ, მეგობრებო, არის, რომ მე აქ ვარ ფულისთვის. არც არავისი მსხვენია, არც არავისი მერიდება, არც მე ბიტკოინის და ეთერიუმის პოპულარიზაციას ვცდილობ, არც ვამბობ, რომ ისინი ცუდია და არა, მე აქ ვარ ბაზარს. ჯერა თუ არა ბიტკოინის და ჯერა თუ არა მე ბიტკოინის და სხვებს ეს უნდა გადავდოთ გვერდზე, ვიცით რომ აქ კეთდება რენდამენტი, აქ კეთდება პროცენტები, აქ კეთდება ფული, სადაც კეთდება ფული ვარ მე იქ. მე მინდა აქ ფულის გაკეთება, მე არ მინდა აქ ბიტკოინი შემინახო და ჩემ შვილს გადავთ. შანსი არის, არ მოხდება ეგ, მე ამისთვის არ ვარ აქ და ჩემ თავსაც არ მოვატყუებ, რომ მე ამისთვის ვარ აქ და სატოშები უნდა შევაკრო. არა, მე აქ ვარ იმისთვის, რომ გავაკეთო ფული და განახებსო თუ როგორ ვაკეთებ ამ ფულს. მოკლედ, ამ $5,000 დავყავ ესე. $1,000 ვიყიდი ბიტკოინს, $1,000 ვიყიდი ეთერიუმს, $1,000 გავაკეთებ ინვესტიციას ვერცხლში, ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ცალ-ცალ გადავიღებ ვიდეოებს, როგორ ყიდულობ ბიტკოინს, ანუ $1,000 ვიყიდი ბიტკოინს, $1,000 ვიყიდი ვერცხლს, სად ყიდულობ ვერცხლს, როგორ ყიდულობ ვერცხლს, რატო ყიდულობ ესე, რატო არ ყიდულობ ესე, რატომ ჯერა ვერცხლს და ვერცხლი არის ზუსტად ის ასეთი, სადაც გითხარით, რომ გავაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ დეციას. ანუ გავაკეთებთ ერთჯერადად $1,000-იან ინვესტიციას, €1,000 ამ შემთხვევაში. და ყოველთვე დავამატებ $150. ეს იქნება დიცია, ამას არ შევეხები. თუ მაგალითად გააკეთა 2 და 3x და 300 და 400 და 500%, რაც შესაძლებელია დავხსნი მომავალ ვიდეოებში, როცა ვერცხლზე გადავიღებ ვიდეოს თუ რატომ არის ეს შესაძლებელი, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა რაღაც დირისკს ვიზავთ, იმიტომ რომ თუ ჩემი საფულის თუ მაგალითად მქონდა 5 დავიწყო 5,000 და უცბად გახდა $10,000 და უბრალოდ დაემატა $5,000 და ეს $5,000 მოდის ვერცხლიდან. რა თქმა უნდა, შემდეგ ჩემი მთლიანი საფულის, ანუ ახალი საფულის, ახალი კაპიტალის 50% თუ ვერცხლი იყო, რა თქმა უნდა, ეს უკვე ჩემთვის დიდი რისკები იქნება, იმიტომ რომ ვერცხლი თუ გააკეთე მე 20%-იანი ვარდნა, მთლიანი ჩემი საფული დავარდება 20%-ად. ამიტომ ამის დირისკი უნდა მოვახდინოთ და ეს გადავიტანოთ, ესე ვთქვათ, სხვა ასეტებში, ხო? ამიტომ არის საინტერესო, რომ ყველაფერს თან განახებთ. რაღაცა რო გაიზრდება, აი მაგალითად ვერცხლმა რო გააკეთოს 2x-ი, მე ჩემგან ვერ დაინახავთ იმ ემოციებს, რომ მილიონერი გავხდი და რაღაცა. პირიქით შემეშინდება დამემართება ანუ fair დამემართება უბრალოდ შიში. წარმოგიდგენთ ზრდის დროს დამემართება შიში, არა თუ FOMO. სხვებს ხო დაემართებათ FOMO, ეხლა უნდა ვიყიდო, ეხლა უნდა ვიყიდო. მე ვიქნები პირიქით, მე ვიქნება fear, რომ გავყიდო, იმიტომ რომ მეცოდინება რომ სხვები დააფიქსირებენ მოგებას და მე არ მინდა მათი liquidity გავხდი და პირიქით მე გავყიდი, რომ გადავანაწილო ჩემი ინვესტიციები და რისკები დავაგდო. ამიტომ ვერცხლს არ გავყიდი, იმის შემთხვევაში თუ ძალიან რაღაც სასწაულის ზრდა გქონდა, მაგ შემთხვევაში გავყიდი და ვიცი რომ გვექნება სასწაულის ზრდა და მომავალ ვიდეოებში ავხსნი რატო, იმიტომ რომ სასწაული რაღაცები ხდება ეკონომიკაში, გეოპოლიტიკურად, ვერცხლის გაყიდვებშიც საერთოდ და რეზერვებში და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ვერცხლის ვიდეოს რო გადავიღებ. მე რა თქმა უნდა ამ ვიდეოს მე ყველგან გავაკეთებ ინვესტიციას და ვიდეოებსაც, რასაც სადრას ყიდულობ და როგორ, მაგრამ ცალ-ცალკე დავდებ რა თქმა უნდა ამ ვიდეოებს. ანუ ბიტკოინში და ეთერიუმში $1,100, ეს უკვე $2,000, ვერცხლში $1,000, ქეშს დავიტოვებ $1,000, იმიტომ რომ არის აუცილებელი, რომ ქეშიც გქონდეს გვერდზე და ამ ქეშიდან $1,000-იან ქეშიდან ორდერებს დავაყენებ ეთერიუმზე და ბიტკოინზე. ანუ თუ ბიტკოინი და ეთერიუმი დავარ და დავაყენებ ორდერებს. ან კაც მექნება ერთი ნიუანსი, რახან ეთერიუმმა უფრო დიდი ვარდნა გააკეთა, რახან უფრო დიდი ვარდნა გააკეთა, ამ $1,000-დან, ესე ვთქვათ, $500 ეკუთვნის ბიტკოინს, $500 ეკუთვნის ეთერიუმს. ეთერიუმზე მაგალითად იმ $500-დან $300 კიდე დავამატებ, $1,000-დან მაგალითად $1,500 ვიყიდი, აი ამ $1,000-დან კიდე $500 დავამატებ, იმიტომ რომ ძალიან ქვემოთ არის. ეს არის ის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, ფლექსიბელური გადაწყვეტილება, რომელსაც მაგალითად ვიღებ პირადად მე. შენ თუ გინდა სხვანაირად შეგიძლია უყურო ამას. მაგრამ ბიტკოინს და ეთერიუმს რომ გადავიღებ ვიდეოს, კიდე განვიხილავ, უბრალოდ არ განახებთ, რომ აი აქ ვარ და ვიყიდე. რატო ვიყიდე, რისთვის ვიყიდე, რატომ ჯერა და აშენე. ყველაფერს გეტყვით. ანუ ამ $1,000-დან ქეში იქნება მიზანი, რომ ბიტკოინზე და ეთერიუმში შევიძინო ხოლმე. ამ ქეშს მარტო არ დააკლდება, ამ ქეშს პირიქით მოემატება ხოლმე. როცა მე ბიტკოინზე და ეთერიუმზე
ბიტკოინი და ეთერიუმი რომ გაიზრდება, და ყოველ ნაბიჯზე რაღაც მოგებებს დავაფიქსირებ, ეს მოგებები რა თქმა უნდა მიდის ქეშში. და ქეში რომ მივა, ანუ ქეში შეიძლება გაიზარდოს, შეიძლება დაპატარა, ანუ დაიკლოს, ხო? მაგრამ ყოველთვის მინდა რომ გქონდეს ფული იმის, ახლა მაგალითად თუ შენ პირველ ვარდნაზე იყიდე, თუ $5,000 გქონა და პირველ ვარდნაზე ვიყიდე ბიტკოინი, კიდე დავარდა, მაგრამ ფული არა გაქვს შენ რომ იყიდო, ხო? ამიტომ გვინდა რომ ეს შეცდომები ჩვენ არ დავუშვათ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რაღაც ნიუანსები იქნება, ბევრი წინაღობა იქნება და რა შეიძლება მაგალითად ეს წინაღობა იყოს ბიტკოინზე და ეთერიუმზე, შეიძლება ძალიან დიდი პოზიცია გქონდეს, შეიძლება ძალიან ცოტა პოზიცია გქონდეს. ანუ შეიძლება სულ მაღალ და მაღლა იწევს და ჩვენ მოგვიწევს გაყიდვა და უცბად აღარ გქონდეს აღარნაირი პოზიცია და სულ ქეში გქონდეს. ან შეიძლება პირიქით დავარდეს და ჩვენ ყოველთვის ვიყიდოთ და მე ფული აღარ გქონდეს შემდეგ დავარდნას. ანუ ამ ყველაფერს ეს ყველაფერი იქნება ამ ვიდეოში და ამ სისტემებში ჩაშენებული, მაგრამ ამაზეც მაქვს ნაფიქრი და ამიტომ აქვს ყოველთვიურად დამატებული, ესე ვთქვათ, თანხა, რომელსაც ყოველთვიურად გავაკეთებ. ამიტომ ვქვი ამას VDCA სტრატეგია, ანუ ვაჭარი სტრატეგია, ჩემი სტრატეგია ტრეიდინგზე დაფუძნებული, ლეველებზე დაფუძნებული, რომელსაც ხსნი კურსებშიც და რომელსაც განახებთ აქ, ანუ რასაც ვაკეთებ ზუსტად. იმიტომ რომ ესაც ჩემი პირადული სტრატეგია, რომელსაც მე ვერავინ ვერ მომპარავს, ვერავინ ვერ წავართვებს, შემიძლია გასწავლოთ, მაგრამ მე ვარ მე და ანუ მე ვერავინ ვერ გახდება ის, ვინც ვარ მე. ნუ გავაგრძელოთ ახლა. ქეშიც აუცილებელი რა თქმა უნდა, ქეშიც გვექნება და ქეში ხან დაიკლებს, ხან მოიმატებს. მოიმატებს იმიტომ რომ ბიტკოინ და ეთერიუმიდან დაფიქსირებული მოგებები მოდის ქეში და ისინი ისევ ჩატრიალდება ბიტკოინში და ეთერიუმში. ესე. შემდეგ მოდის ყველასთვის საინტერესო ცალკე $1,000 გამოიყოფ, ანუ გვაქვს აქ 1, 2, 3, $4,000 და შემდეგი $1,000 მოდის ტრეიდინგ ბუტზე და კოპი ტრეიდინგზე. ანუ კოპი ტრეიდინგ და ტრეიდინგ ბოტში ჩავდებ $500. ამ ყველაფერს მე თვითონაც უნდა გადავხედო, მე თვითონაც არ ვიცი როგორ უნდა გააკეთო ამ ყველაფერში ინვესტიცია და როგორ უნდა ჩადო ამ ყველაფერში ფული. მე თვითონ გადავხედავ, მე თვითონ ავირჩევ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განახებთ. მე თვითონ ავირჩევ თუ სად ვდებ ფულს, რატორისთვის, რანაირად და ამავდროულად, ანუ ბოტებში და კოპი ტრეიდინგში ჩავდებ ფულს და აქაც როცა გავაკეთებთ ამ მოგებას, ეს მოგება შევა ქეშში და ამ ქეშიდან გადანაწილდება ჩვენ სხვადასხვა ინვესტიციებზე. იმიტომ რომ შენ თუ გინდა ინვესტიციები გააკეთო, უნდა გქონდეს შემოსავალი. პირველი შემოსავალი არის, რაც ყველას აქვს სამსახური და შემდეგები შეიძლება იყოს დივიდენდები, შეიძლება იყოს მშობლები გჩუქნიან, მაგალითად შეიძლება იყოს ქირა, ბიზნესი, ბევრი რამე შეიძლება, ხო? მაგრამ შემოსავალი ყველას სჭირდება. ჩვენ შემოსავალი იქნება აი ეს, რასაც ყოველთვიურად გავაკეთებთ, ყველასთვის სხვანაირი თანხები შეიძლება აქ იყოს და კიდევ ერთი შემოსავალი, ესეც საკითხავია, იქნება თუ არა შემოსავალი, ტრეიდინგ ბოტი და კოპი ტრეიდინგი. ჯერ არ ვიცი, თუ იქნება თუ არა შემოსავალი, ეს შეიძლება იყოს პირიქით დანაკარგი. ამაზეც მექნება ესეთი წესი, რომ თუ გავაკეთეთ 20%-ზე მეტი, თუ დავკარგეთ 20%-ზე მეტი კოპი ტრეიდინგში და ტრეიდინგ ბოტებში, შევწყვიტავ ამას და გადავიტან ამ ყველაფერს გავანაწილებ ქეშზე, ვერცხლზე, ეთერიუმზე და ბიტკოინზე, იმიტომ რომ აქ არ მინდა ძალიან დიდი რისკები მქონდეს. და ეს არის ყველაზე კარგი მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ძალიან ამას ქვია დივერსიფიკაცია, ეს არის დივერსიფიცირებული საფული. რა თქმა უნდა, აქ შემეძლო კიდე დამემატებინა ოქრო, შემეძლო დამემატებინა აქციები, შემეძლო დამემატებინა ETF-ები და ასე შემდეგ, მაგრამ ვიწყობთ ჩვენ $5,000, $5,000 არის ესეთი კაპიტალი, რომ ძალიან სიღრმისეულად დივერსიფიკაცია გააკეთო. თან როცა ესეთი თანხა გაქვს, ეს არც პატარა და არც ძალიან დიდია, ზოგისთვის ბევრი, ზოგისთვის ცოტა, ნუ ეს უკვე ინდივიდუალურია. როცა შენ უკვე $1,000 აკეთებ ინვესტიციებს, იქ რა თქმა უნდა გაქვს შენ ფიები, გადასახადი ამჟამად და უკვე აღარ არის საინტერესო, რომ ყველგან ცალ-ცალკე ესე ვთქვათ ფიები იხადო, მით უმეტეს აქციებზე და ETF-ებზე და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ $100-იან ინვესტიციას თუ აკეთებ ყოველთვიურად $100 თუ აკეთებ მაგალითად ETF-ებში ინვესტიციას და შენ ესე ვთქვათ ხარჯები გთხოვს, ანუ გადასახადები $1 და პლუს კიდე 1%-ს თუ რასაც რიცხავ, ან მხოლოდ 1%-ს და პლუს 0 რაღაცა პროცენტს, უკვე 1% დაკარგული გაქვს, ხო? იმიტომ რომ იმ $1 რო იხდი $100-იან ტრანზაქციაზე, იმიტომ რომ ზოგს აქვს ის, რომ რამდენიც უნდა ჩაირიცხო $1,000 ჩაირიცხო თუ 10,000 თუ $100 თუ $10, $1 იხდი, უკვე გადასახადია $1. $100-იან ინვესტიციას თუ აკეთებ, ეგ უკვე 1%-ით მინუსში ხარ, ხო? რაც რა თქმა უნდა დროის განმავლობაში ძალიან დიდი გავლენა აქვს ამ ყველაფერს. ამიტომ
ძალიან კომპლიკატორს არ გავაკეთებთ ამ ყველაფერს, გავაკეთებთ ისე რომ ყველასთვის იყოს გასაგები. შემდეგ გადავიდეთ, ჩვენ გავაკეთებთ, აქეთ მაგ კიდე რაღაც. ჩვენ გავაკეთებთ ყოველთვიურად, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებს ბაზარი და რას გააკეთებს. ასე ყოველთვიურად გავაკეთებთ ჩვენ $100 ინვესტიციას ბიტკოინში, $100 ინვესტიციას ეთერიუმში, $150 ინვესტიციას ვერცხლში და რატომ $150? იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი დესია, ჩვენ ამაზე ვერცხლზე არ გავყიდით, არ ვიყიდით, მოგებებს არ დავაფიქსებთ ისე როგორც ეთერიუმზე და ბიტკოინზე და ვარდნის დროსაც არ ვიყიდით დამატებით ფულს, ხო? იმიტომ რომ აქ ეს ქეშიც მაგალითად განკუთვნილია ბიტკოინზე და ეთერიუმზე, იმიტომ რომ ამასაც თავისი ლოგიკა და ფილოსოფია აქვს. მაგალითად, ბიტკოინი და ეთერიუმი თუ დავარდა ერთ დღეს 30%-ით, ძალიან სწრაფად უნდა იყიდო, თორემ მე უკვე დაგვიანებული გაქვს. ბიტკოინზე და ეთერიუმზე ვიცით რომ ვიკია და მე უცბად 10-15%-ით მაღლა არის, ხო? ძალიან ბევრჯერ გვინახე რომ ვარდება 15-20% და მე 20% ისევ მაღლა არის და ეს ხდება რამოდენიმე საათში. და სწრაფი უნდა იყო, ხო? ამიტომ გვექნება კორდერები დაყენებული, მაგრამ ვერცხლზე ეგეთი რაღაცები არ ხდება. ამიტომ $150 რო ვიყიდით, ესე ვთქვათ, თუ ვერცხლმა გააკეთა 20%-იანი ვარდნა, ჩვენ იმ 20%-იან ვარდნაზე მოვასწრებთ. $150 ყიდვას, იმიტომ რომ არ არსებობს რომ ის მეორე დღეს ისევ 10%-იან მოგებაში იყოს, ხო? ვერცხლი არის ნელა მოძრავი, ესე ვთქვათ, ფასი, ეგრე სწრაფად არ მოძრაობს. და ამიტომ გვაქვს ესე ვთქვათ ეს $150 ინვესტიცია გააკეთებ, $150 ევროიანი თვიურად ინვესტიცია დოლარები და ევროები. ბევრი დოლარებში არის, მაგრამ მე რახან ევროპაში ვცხოვრობ, ევროებზე ვარ. იმიტომ იქნება ეს $150 რომ, ანუ ამაზე არ ვივაჭრებთ, უბრალოდ გავაკეთებთ DCA-ს, რომ, ანუ DCA-ს ძალაც ვნახოთ თუ რას აკეთებს DCA. კიდევ ერთხელ მიმართ, რა თქმა უნდა, თუ გააკეთათ დიდი ზრდა და გვანახა ძალიან სოლიდური ზრდა და თუ ახლა მაგალითად ჩვენი საფულის 20%-ს იკავებთ და შემდეგ დაიკავა 50%, რა თქმა უნდა გადავანაწილებთ ამას, მაგრამ $150 იქნება ამაში, იმიტომ რომ თან ვერცხლის ძალიან ჯერა. გეტყვით თუ რატომ, მომავალ ვიდეოში როცა ვერცხლში გავაკეთებ ინვესტიციას, თან ის ქეში, რაც აქ გვაქვს, ვერცხლშიც არ მოდის, ანუ ვერცხლში არ ვიყენებთ ამ $1000-ს, ხუდახოდ ბიტკოინში და ეთერიუმში ვიყენებთ, ასე რომ $150 იმსახურებს, პლუს ამას ქეშშიც, რა თქმა უნდა, ყოველთვის გჭირდება ექსტრა ქეში დამატებით, $100 ვამატებთ ქეშშიც. იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინმა და ეთერიუმმა გვანახა ძალიან დიდი ვარდნები, რომ ქეშის გქონდეს ყოველთვიურად დაგროვილი, რომ ესე ვთქვათ, ბიტკოინ და ეთერიუმის პოზიციები დავამატოთ. ანუ ესეც გამოდის, რომ $100 ექსტრა გამოდის ბიტკოინში და ინვესტიცია თვიურად. პირდაპირ არა, რა თქმა უნდა, ანუ აქ თვიურად ვყიდულობთ ეგრევე, ყოველთვე არ აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებთ ფასი, მაგრამ $100 ქეშში სრულდებთ. ყოველთვიურად ქეშის იმაში, განყოფილებაში ველოდებით, რა თქმა უნდა, რას აკეთებს ფასი, ეგრევე ორდერებს ავდოთ. ხო, ანუ უბრალოდ გვაქვს ქეში, თუ მოხდა რაღაცა, რომ ჩვენც რეაგირება გავაკეთოთ და ანუ პირდაპირად, ანუ რო ვთქვათ, გადატანითი მნიშვნელობით, პირდაპირ მნიშვნელობით, ეს $100-იც ისე თუ ასე ბიტკოინში და ეთერიუმში აღმოჩნდება, ხო? ამიტომ ვერცხლში გადავწყვიტე, რომ მქონდა $150 ინვესტიცია თვეში. Copy trading-ში და trading bot-ებში I'm so sorry, but ამაში არ გავაკეთებ ინვესტიციებს, ამაზე მეც, მაგრამ თუ მოახდინეს მათ სასწაული, რა თქმა უნდა, გავაკეთებ. მოკლედ, ჩემზე კიდე გინდა გითხრათ ერთი რაღაც. მე რა თქმა უნდა, მაგ ყველაფერზე ჩემი აზრი, მაგრამ ვიღაცა თუ მოვა არგუმენტებით, თუ გასცემს ჩემ კითხვებს პასუხს და ასე შემდეგ, მე შემიძლია ჩემი აზრი შევიცვალო. ფაქტებით თუ მოვა. და თუ მაგალითად copy trading-მა და trading bot-ებმა საპირისპირო დაამტკიცეს და მანახეს, რომ ისინი აკეთებენ ამდენ, ანუ სოლიდურ პროცენტებს თვიურად, ან არც არის სოლიდური პროცენტები საჭირო, 10% მაკმაყოფილებს, მეტიც არის, ანუ ამაზე მეტი არის 10%-იან ზრდაზე მეტიც არის და ჩემი კაპიტალის. თუ დამანახო, რომ 10%-ს აკეთებს 6 თვის განმავლობაში, წლის განმავლობაში, კონსისტენტურად, საშუალოდ, ანუ არ არის საჭირო ყოველთვე 10% გააკეთოს. შეიძლება ერთ თვეს მინუსში იყოს, მეორე თვეს 10%-იან მოგებაში, მესამე თვეს 15%-იან მოგებაში, მერე ეს 5%-იანში, მაგრამ წლის ბოლოს გამოდის 10%-იანი საშუალო. თუ ეს გააკეთა, მე თვითონ აღარ ვივაჭრებ და აქ ჩავდებ კონფუს რატომ უნდა, ასე ვთქვათ, ვივაჭრო და დავხარჯო ამ ყველაფერზე, რომ როცა ეს ადვილადად შეიძლება, ხო? მაგრამ ჩემთვის it's too good to be true, იმიტომ რომ შეუძლებელია. ბაზარზე ფული ეგრე არ მუშაობს და მე მაქვს იმხელა გამოცდილება, რომ ეს ვთქვა. მაგრამ
რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მე ვარ გონება გახსნილი, თუ დამიგიცდება საპირისპირო, მზად ვარ, რომ აქაც დავუმატო ფული, ანუ არანაირი პრობლემა არ არის. ანუ ჩვენ გამოგვივა 100, 200, 300, 450 დოლარი კიდე დამატებით ინვესტიცია თვეში. ყოველთვიურად მექნება საფულის განხილვა. ეს ახლა შევეცდები, რომ თავიდან გავაკეთო Excel sheet-ი, რომ ყველაფერი იყოს ადვილად გასაგები, თუ რამდენი მოგება გვაქვს ამ თვეს დაფიქსირებული, რამდენი ინვესტიცია დამატებით ყოველთვიურად ინვესტიციაზე, რამდენი გავაკეთეთ და გარშემო. ანუ ეს ყველაფერი უნდა გქონდეს ძალიან ადვილად დასანახი. ამისთვის შენდება tools-ი, რომელიც წესით უკვე მზად უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ არის მზად, იმიტომ რომ Instagram-ზე ვსწავლდი, რომ ქართულ დეველოპერთან მქონდა თანამშრომლობა და ძალიან გამიწელა და ძალიან არა ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცეოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ნუ არ გავაგრძელებ. ამაზე ცალკე ვიდეოსაც გადავიღებ, როცა საიტი დამთავრდება, მაგრამ ის tools-ი, რომელიც მზადდება, ძალიან მაგარი იქნება. და ესე ვთქვათ, მარტო ეს არ არის, ძალიან ბევრი რამეზე იქნება ფინანსები, გასავალი, შემოსავალი, ანუ უბრალოდ გექნება ხედვა თუ სად რა გადის, სად რა შემოდის, სად არის შენი პრობლემა, სად უნდა მოხსნა კრანი, სად უნდა დაუჭირო კრანს და ასე შემდეგ. ანუ რაც შეეხება ფინანსებს, იქნება ძალიან მაგარი. რა თქმა უნდა, $5,000-დან $100,000-მდე ერთ-ორ დღეში არ ხდება და $5,000-დან $100,000-მდე არ უნდა ქონდეს პირდაპირ, ესე ვთქვათ, მიზანი, რომ პირდაპირ $100,000 გააკეთო. იმ ტულშიც იქნება მაგალითად შენი დიდი მიზანი $100,000, მაგრამ თავიდან 10,000, 5-დან 10,000-მდე რამე ხანში წახვალ, მერე 5-დან 30,000-მდე, 70, 100 და ასე შემდეგ. ნუ, მაგრამ ჩვენი ბოლო მიზანი არის 100,000. თუ ეს ყველას მოეწონება შემდეგ, შენ რა თქმა უნდა 100,000-ზე, 100,000 მე მილიონზეც გვექნება და უფრო მეძეც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ძალიან სიღრმისეული კონტენტი, რასაც მე ვაკეთებ, იმიტომ რომ როცა ჩვენ ახლა გვაქვს 5,000, ხო? გავაორმაგებთ მაგალითად, ჩემი აზრით ძალიან მალე გაორმაგდება და ძალიან მალე გახდება ეს ესე ვთქვათ $10,000, ძალიან მალე. მაგრამ როცა ის გახდება მე 30,000, 40,000, 50,000, მე როგორ ჩვენ სტრატეგიას შევცვლით. მე როგორ გვენდომება რომ ჩვენი ფული უფრო დავიცოთ, უფრო დაცული იყოს, აღარ იყოს ესეთი სარისკო. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? მე შეგვიძლია მოვძებნოთ სტარტაპები, მოვძებნოთ კრაუდფუნდინგები, სადაც შეგვიძლია ფულის ინვესტიცია გავაკეთოთ, ეგენიც სარისკოა რა თქმა უნდა. ან შეგვიძლია გადავიდეთ რაღაცა ნაწილი გადავიტანოთ აქციებზე, რაღაცა ნაწილი გადავიტანოთ ETF-ებზე და ასე შემდეგ. ანუ რაც უფრო მეტი თანხა გვექნება და რაც უფრო მეტ თანხას გავაკეთებთ, ამის უფრო მეტ დივერსიფიკაციას გავაკეთებთ და უფრო საინტერესო იქნება ეს ყველაფერი და უფრო მეტი ესე ვთქვათ, საფულები გვექნება, საიდანაც ფული შემოვა, უფრო მეტი ფაბრიკები გვექნება. და ამიტომ მე ეს ყველაფერი ძალიან მომწონს, ანუ ეს ამის გაკეთება მე ძალიან ვსემოვნებთ, ჩემი აზრით, თქვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. ვერცხლში როგორ ვაკეთებ ინვესტიციას, ამისთვის ძალიან მაგარი ვიდეოს გაგიკეთებთ კიდევ, სადაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ. ონლაინ ხდება ყველაფერი, ონლაინში ვერცხლის ინვესტიციას და ოქროს ინვესტიციაზე ყველანაირად ანუ არ მინდოდა არანაირად, იმიტომ რომ ETF-ების ყიდვა ოქროში და ეთერიუმში არის სისულელე, ოქროში და ვერცხლში არის სისულელე. ამას ყველაფერს განვიხილავთ, მაგრამ განახებთ იმ კომპანიას, რომელიც სხვანაირად უდგება ამ ყველაფერს. ძალიან მაგარი კონტენტი იქნება, იმიტომ რომ ბევრი მეკითხებოდა როგორ ვიყიდო ვერცხლი. იქნება ამისთვის ძალიან მაგარი საიტი, რომელსაც განახებ, მე თვითონ უკვე გატესტილი მაქვს, არის იდეალური ჰოლანდიური კომპანია არის სხვათა შორის. ძალიან მაგარი კონტენტი გელოდებათ მეგობრებო და ცალ-ცალკე კიდე კონტენტი მოვა თუ როგორ ყიდო ბიტკოინს და ეთერიუმს, ვერცხლს, ნუ ქეშისთვის არ არის საჭირო ახალ ცალკე ვიდეო და კოპი ტრეიდინგისთვისაც გავაკეთებ და ბოტებისთვისაც ცალკე ვიდეოს და ყოველთვიურად გვექნება ახალი ვიდეო საფულის აპდეიტის და როგორ გავაკეთებთ ახალად ამ $450 ინვესტიციას. თუ მოგეწონათ ვიდეო მეგობრებო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო